დღეს ევროპის დღეა, 9 მაისი. ზოგი აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ზოგი აღნიშნავს ევროპის დღეს. და რატომ ეს ერთი და იგივე თარიღი, 9 მაისი? 1950 წელს საფრანგეთმა საჯაროდ მთელი მსოფლიოს წინაშე განაცხადა და თქვა, რომ თუ გერმანია და საფრანგეთი გაერთიანებენ წარმოებას და ჩამოაყალიბებენ ზენაციონალურ კავშირებს, მათ შორის მომავალში ომი და ტყვია წარმოუდგენელი იქნება. და ზუსტად ამის შემდგომ საფრანგეთის იდეით საფუძველი ჩაეყარა დიდ ევროგაერთიანებას, რომელიც შემდგომ ევროკავშირის სახელწოდებით შევიდა ისტორიაში. და რატომ მაინც და მაინც 9 მაისს? ამას აქვს სიმბოლური დატვირთვა. იმიტომ რომ ევროპის ხალხისთვის ჩემოკარგებო, ეს დღე და განსაკუთრებით ცენტრალური ევროპის ხალხისთვის ეს დღე იყო არა მხოლოდ ფაშიზმისგან და ნაციზმისგან განთავისუფლების, არამედ საბჭოთა კავშირისგან განთავისუფლების დღე. დიახ, იმ 50-იან წლებში საბჭოთა კავშირის გაწითლების პოლიტიკა უკვე ძალიან მოდებული იყო ევროპას. მან გერმანიაც გაყო და დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიად. მან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ფაქტიურად გააწითლა. მან გააწითლა საქართველო და კიდევ ის 15 რესპუბლიკა, რომელიც საბჭოთა კავშირში იყო და ეს ტერიტორია უზარმაზარი იყო და რა თქმა უნდა აქ დარჩენილი იყო ცენტრალური ევროპა და ჩრდილოეთ ევროპა, რომელიც ცდილობდა რომ აი ეს გაწითლების ხაზები გაეჩერებინა და დიახ, აი ამ დიდი მშვიდობისა და დიდი თავისუფლების დღედ აქციეს ზუსტად ის 9 მაისი ევროპაში. და ჩემოკარგებო, ჩვენ შინაგანად რომელ დღესაც არ უნდა აღვნიშნავდეთ, იმიტომ რომ ჩვენ მაინც პატივს ვცემთ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც იბრძოლეს თავის დროზე, ხომ, სამამულო ომში და მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია მორალურად, სულიერად, ეთიკურადაც კი, მაგრამ რეალურად 9 მაისი ევროპისთვის ეს არის ყველა ბოროტებისგან დახსნის დღე. მათ შორის რუსეთისგან, საბჭოთა კავშირისგან დახსნის დღე და ევროკავშირმა საფუძველი ჩაუყარა ხანგრძლივ მშვიდობას. 75 წელია ევროპის კონტინენტზე ტყვია არ გავარდნილა და ისინი დღემდე უფრთხილდებიან ყველაზე დიდ ღირებულებას, მშვიდობას, ურთიერთმოლაპარაკებას და ყველა კონფლიქტის მსჯელობით გადაწყვეტას და არა ტყვით და იარაღით გადაწყვეტას. გაუმარჯოს 9 მაის ევროპის დღეს, თავისუფლებისა და მშვიდობის დღეს.